მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 19 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით. როგორც ხედავთ, გაშლა ჩვენ დღეს გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლა დავარიგებ თქვენთვის ტაროს არკანებს და მოდით ვნახოთ რა გელოდებათ 19-დან 26 იანვრის ჩათვლით კვირის ენერგიები. 19-დან 26 იანვრის ჩათვლით კვირის ენერგიები პირველი ვარიანტისათვის და მეორე ვარიანტისათვის. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით. და კარგით, ვიწყებთ პირველი ვარიანტიდან, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანის სამართლიანობა. უფროსი არკანი ამოვიდა თავიდანვე და ნახეთ როგორი სტილის ტაროს დასტა არის, ყველაფერი არის კავშირში ძირკთან. კარგით, საკითხს არ გადავუხვევ. ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ სამყარო ძალიან კარგად დაგაკვირდებათ. ზოგადად სამყარო და სამყაროისეული ძალები ჩვენ ყოველთვის რა თქმა უნდა გვიყურებენ, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში თითქოს განსაკუთრებული იქნება ის თუ როგორ გიყურებთ სამყარო, ის თუ როგორ განსჯის ყოველ თქვენს ნაბიჯს სამყარო, მაგრამ განსჯის არა რაღაც ნეგატიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არა ისე როგორც ადამიანები განსჯით ხოლმე ერთმანეთს, რომ აი ნახე იმას რა აცვია, ნახე იმას არ ვიცი ღიპი უჩანს, ან ის უჩანს, ხო? რა თქმა უნდა, არა, აქ უბრალოდ სამყარო აკვირდება თქვენს ნაბიჯებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდგომ ირგვლივ მყოფებთან. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ ენერგეტიკული ბალანსი, არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე შეგიძლიათ, ან ვიდრე იმსახურებს ადამიანი თქვენგან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ, რა კუთხით ამოვიდა აქ არკანის სამართლიანობა. არკანი კვერთხების 4-იანი, არკანი თასების 2-იანი და არკანი თასების 5-იანი, ხმლების 10-იანი და კვერთხების 10-იანი. მეგობრებო, რატომ ხართ ასეთი გადაღლილები? რა ხდება თქვენს თავს? და პირველ რიგში არკანის სამართლიანობა აქ აშკარად ეხება ურთიერთობებს, ვიღაცისთვის ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები, ვიღაცისთვის მეგობრული ამხანაგური ურთიერთობებიც შეიძლება იყოს, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ უმეტესობასთან აქ ჩანს აშკარად სასიყვარულო ურთიერთობები. და ნახეთ, აქ სამყარო დააკვირდება იმას, თუ თქვენ რამდენად იცავთ საკუთარ ბალანსს, რამდენად იცავთ თქვენს პირად საზღვრებს, რამდენად მკვეთრად გახართ ხოლმე საკუთარ პოზიციაზე. ხართ თუ არა მზად, რომ გადადოთ გვერდით საკუთარი თავი სხვა ადამიანისთვის. და იცით, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში ნებისმიერი სახის ურთიერთობა, მით უმეტეს ახლო ურთიერთობა, სასიყვარულო ურთიერთობები და ასე შემდეგ, საჭიროებს იმას, რომ ადამიანთან სადღაც დათმობაზე წავიდეთ, ხო? ნებისმიერ ურთიერთობაში ყველაფერი ენერგეტიკული თვალსაზრისით არის ასე თუ ისე 50-50-ზე. ორივე ადამიანმა უნდა ჩადოს გარკვეული ენერგია. გასაგები არის ის, რომ პერიოდულად იქნება 60-40-ზე, ან არ ვიცი 70-30-ზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ურთიერთობაში, როგორც მეგობრულში, ასევე სასიყვარულოში, უნდა იყოს ენერგეტიკული ბალანსი. საბოლოო ჯამში. და აქ თქვენ სამყარო გაკვირდებათ ზუსტად იცით რა კუთხით. აქ თქვენთვის პირდაპირ გაფრთხილება მოდის, რომ არ ჩადოთ ადამიანთან ურთიერთობაში იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ადამიანი ამას იმსახურებს და ვიდრე ადამიანს შეუძლია რომ ეს დააფასოს. იმიტომ რომ მე აქ ხედავ ძალიან გამცემ ადამიანებს, ძალიან გამცემი ხართ, ძალიან მზრუნველი ხართ, ხშირად გაქვთ საკუთარ თავზე აღებული 10-ის კი არა 20 ადამიანის პასუხისმგებლობა. ძალიან გიყვართ სიტუაციების კონტროლი და იცით რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ყველა ადამიანს გვიყვარს საკუთარი რეალობის გაკონტროლება და ეს საჭირო არის კიდევაც, მაგრამ პირდაპირ ვიქნები თუ ადამიანს არ უნდა ჩვენთან კომუნიკაცია, არ უნდა ჩვენთან მიმართებაში ნაბიჯების გადადგმა, ესე იგი უბრალოდ არ უნდა და აქ ვეღარანაირი манипуляციებით ვერაფრით ვერ დავაძალებთ ამას. კი რაღაც მომენტებში შეიძლება დავაძალოთ, მაგრამ არაფერში არ გვჭირდება ეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვენი ენერგია მიდის ამაში, ჩვენ უფრო მეტად ვიხარჯებით. ამიტომაც ამ კუთხით იყავით უფრო ყურადღებით, არ გასცეთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ადამიანი იმსახურებს ამას თქვენი მხრიდან, უფრო მეტად დააკვირდით ადამიანების ქმედებებს თქვენთან მიმართებაში, რაზე არიან ადამიანები
ადამიანები თქვენ სირგულივ წამსვლელები, ხო, თქვენთვის რამდენად არიან დამთმობები, რას გააკეთებენ თქვენთვის, გააკეთებენ თუ არა თქვენთვის იგივეს, რასაც თქვენ გააკეთებდით, ხო? და კაცრად დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები. სიტყვაზე ვთქვათ, მოდით მოვიყვან ასეთ მაგალითს, თუ თქვენ გინდათ მაგალითად კონკრეტულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? დავუშვათ კონკრეტულ მამაკაცთან. თქვენ მუდმივად ცდილობთ, რომ მისი ყურადღება მიიქციოთ, მუდმივად გამოდიხართ ინიციატივაზე, მუდმივად გამოდიხართ რაღაც ახალი შემოთავაზებებით. ახლა დროა გაჩუმდეთ, ძვირფასებო. დროა გაჩუმდეთ და დააკვირდეთ ამ ადამიანის ქმედებებს. ერთხელ გამოამჟღავნეთ ინიციატივა, ორჯერ გამოამჟღავნეთ, მაგრამ всё, სტოპ. დააკვირდით ამ ადამიანს. გამოიჩენს თუ არა თვითონ ინიციატივებს, იმიტომ რომ გავიმეორებ, ნებისმიერ ურთიერთობაში იქნება ეს სასიყვარულო თუ მეგობრული, საჭირო არის, რომ ორივე ადამიანმა ჩადოს ენერგია. იმიტომ რომ ურთიერთობა ყოველთვის არის ორმხრივი. გასაგები არის ის, რომ ყოველთვის სხვადასხვანაირი ენერგია შეიძლება ჩაიდოს, ხო? მაგალითად, ინიციატივა შეიძლება იყოს ასე თუ ისე 50-50-ზე, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ ან ისეთი პერიოდი, რომ ერთი ადამიანი უფრო მეტად ფინანსურ ენერგიას დებდეს ურთიერთობაში, მეორე ადამიანი უფრო მეტად სხვა რაღაც ზრუნველობით ენერგიას დებდეს, ხო? სხვადასხვანაირი ენერგიებით, პლუს ამას პერიოდები, მაგრამ საბოლოო ჯამი, გავიმეორებ, უნდა იყოს ასე თუ ისე თანაბარი. ორივემ უნდა ჩადოს ენერგიები. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენ ისევ ეცდებით რომ გამოაჩინოთ ინიციატივა, ისევ ეცდებით რომ რაღაც გააკეთოთ, რაღაც შეცვალოთ, საკუთარ თავზე აიღებთ ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობებს, დამიჯერეთ კვირის ბოლოს თქვენ იქნებით ემოციურ კრიზისში, ემოციურად გამოცლილი იქნებით ამ სამი არკანივით, გადაღლილი იქნებით. ამიტომაც არაფერში არ გჭირდებათ ეს. ახლა უბრალოდ დააკვირდით. დააკვირდით და მოითმინეთ. მოითმინეთ იმ კუთხით, რომ დაელოდეთ. და არა იმ კუთხით, რომ უკაცრავად და კისერზე დაისვით ვინმე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გამოვიდეთ მეთქი. ნახოთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, მეორე ვარიანტს რა ელოდება. აქაც უფროსი არკანი, მეგობრებო, უფროსი არკანი შეყვარებულები ამოვიდა აქ. პირველ რიგში მე აქ ვიტყოდი ასეთ ინფორმაციას გავაჟღერებდი, რომ თქვენ მეორე ვარიანტი თქვენთვისაც აქ მსგავსი მესიჯი არის იმ კუთხით, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს, მეტი სიყვარული უნდა გამოხატოთ უშუალოდ საკუთარი თავის მიმართ და პირდაპირ გეტყვით, საკუთარი თავის მიმართ სიყვარული არის უდიდესი ნიჭი, ყველას ნამდვილად არ გამოსდის, ნამდვილად არ არის ეს მარტივი, თუმცა საკუთარი თავი თუ არ გვეყვარს, სხვაც ვერ შეგვეყვარებს. ალბათ გსმენიათ ასეთი უკვე გაბანალებული ფრაზა, რომელიც უკვე გახდა ძალიან ბანალური, მაგრამ სიმართლეს, ჭეშმარიტებას ძალიან შეესაბამება. შეესაბამება იმ კუთხით, რომ ჩვენ საკუთარი თავი, როდესაც გვიყვარს, ჩვენ მას მეტად ვაფასებთ. და რა ინფორმაცია მოდის, იცით? არ ვიცი, საკუთარ თავთან ვის როგორი ურთიერთობა გაქვთ? შესაძლოა ხშირად ლანძღავდეთ საკუთარ თავს, რომ აი მახინჯი ვარ, ცუდი ვარ, ისეთი ვარ, ესეთი ვარ. და პირველ რიგში თუ რაღაც ასეთი ნეგატიური ენერგიები მოდის საკუთარი თავის მიმართ, ეს უნდა შეწყვიტოთ. გასაგებია რომ რაღაც შეიძლება არ მოგწონდეთ ან თქვენს გარეგნობაში, ან თქვენს ქცევებში, ან თქვენს ხასიათში, მაგრამ ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად განწყობილი და მით უმეტეს აგრესიულად. პირველ რიგში დაიწყეთ მცირედით. უთხარით საკუთარ თავს კომპლიმენტები და აღარავითარ შემთხვევაში არ უთხრათ საკუთარ თავს რაღაც გამალანძღავი სიტყვები. ნუ ლანძღავთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ უკაცრავად, მაგრამ თქვენ თავად თუ ლანძღავთ საკუთარ თავს და თქვენ თავს თუ ეუბნებით, რომ აი მე ასეთი მახინჯი ვარ, ან ისეთი ცუდი ვარ, ან სასიზღარი ვარ, ან ისეთი ვარ, ან ისეთი ვარ, მაშინ სხვამ რატომ უნდა დაინახოს თქვენში რაღაც კარგი, ხო? პირველ რიგში თქვენ ხართ. და პირველ რიგში ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ თქვენ თავად როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს. ამიტომაც დაიწყეთ ზუსტად იმით, რომ საკუთარ თავს უთხარით კარგი სიტყვები, ან როგორც მინიმუმ ცუდს ნუ ეტყვით. ეს იქნება თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი და წამყვანი ენერგია. დროა შეიყვაროთ საკუთარი თავი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რა გელოდებათ მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში.
არკანის სიკვდილი, უფროსი არკანი კიდევ და არკანი მთვარე. ნახეთ, სამი უფროსი არკანი ამოვიდა, არკანი სიკვდილის სახელწოდება მას შეგაშინოთ. არკანი ხმლების რაინდე. იცით, თქვენ სივრცეში სავსებით შესაძლებელი იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც აზიანებს თქვენს თვითსიყვარულს. თითქოს თქვენს რეალობაში არის ადამიანი, რომელიც ხშირად გამყოფებთ ილუზიებში, გააზრებულად თუ გავაზრებლად, უფრო მეტად გააზრებულად მოდის ეს რაღაც ნაბიჯები. ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც არიან თქვენთან მიმართებაში განწყობილი პასიურ აგრესიულად ან აგრესიულადაც, ნახეთ, თითქოს არის ვიღაც პიროვნება, ან პიროვნებები, რომლებიც ძალიან ცუდი სიტყვებით მოდიან თქვენკენ. ბოროტი სიტყვებით, რომ აი შენ ისეთი ხარ, შენ ეს არ გამოგდეს, შენ საზიზღარი ხარ, შენ მახინჯი ხარ, შენ ისეთი ხარ, შენ უნდა მოიმატო წონაში, შენ უნდა დაიკლო წონაში, შენ ის უნდა გააკეთო, ან ის უნდა გააკეთო, ან შენ მხოლოდ არ ვიცი ოპერაცია გიშველის, ან აი რაღაც ძალიან აგრესიული და ძალიან პირადი სივრცის დამრღვეველი სიტყვები მოდის. და პირველ რიგში ამ ადამიანისგან რა თქმა უნდა დაიცვათ, უნდა გაფილტროთ თქვენი პირადი სივრცე ამ ადამიანისგან, ადამიანებისგან, ან როგორც მინიმუმ ამ ადამიანის სიტყვებისგან, იმიტომ რომ იცით, გვინდა არ გვინდა, როდესაც ასეთი აგრესიული ადამიანები არიან ჩვენს ირგვლივ, ასეთი სიტყვები ჩვენზე მოქმედებს, ასეთი დამოკიდებულება. თუმცა რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი შეიძლება იყოს, ამიტომაც თქვენს ადგილას მე ამ ადამიანს ან ადამიანებს საერთოდ მოვიშორებდი ჩემი რეალობიდან. უბრალოდ მოვიშორებდი, წავიდოდი მათი რეალობიდან, იმიტომ რომ არაფერში არ გჭირდებათ ადამიანი თქვენს ირგვლივ, რომელიც გიკლავთ არა უბრალოდ мотиваციას, არამედ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს და გამყოფებთ რაღაც ისეთ ილუზიებში, თავს გაჯერებთ ისე, თითქოს თქვენ ხართ რაღაც ცუდი, რაღაც საშინელება, რაღაც ძალიან დიდი აგრესია მოდის მეგობრებო ადამიანისგან. ძალიან დიდი აგრესია. ძალიან ცუდად ნეგატიურად მოქმედებს. აი შეიძლება მუდმივად რაღაც ცუცას საუბრობდეს ადამიანი, მაგრამ პერიოდულად რაღაც ისეთ კომენტარს იტყოდეს, რაც თქვენს გულში რჩება ძალიან მკვეთრად, ძალიან ცუდად, ძალიან ნეგატიურად, ხო? და ნახეთ არკანის სიკვდილი რის შესახებ მეტყველებს. ზოგადად სამი უფროსი არკანი რადგანაც ამოვიდა, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თქვენ გელოდებათ ძალიან მძლავრი კარმული პერიოდი, ძალიან მძლავრი ტრანსფორმაციების პერიოდი. რა თქმა უნდა, ეს საერთოდ შეიძლება არ იყოს მარტივი. იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ საკუთარ შიშებთან პირდაპირ შეხვედრა და ეს ერთ კვირაზე უფრო დიდი პერიოდით გაგრძელდება. თქვენ მოგიწევთ რომ შეხვდეთ თქვენს შიშებს პირისპირ და დაამარცხოთ ისინი და პირდაპირ გეტყვით თქვენ ეს გამოგივათ აუცილებლად. თქვენ გადიხართ უმძლავრეს ტრანსფორმაციას და ეს ტრანსფორმაცია ეხება საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს, თავდაჯერებულობას, საკუთარი სივრცის გაწმენდას. იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანებთან საერთოდ დაასრულოთ ურთიერთობა, დასვათ წერტილი და ნახეთ, მეგობრებო, ახლა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ნებისმიერი სახის ურთიერთობის არსი, იქნება ის სასიყვარულო, მეგობრული თუ როგორი, არის ის, რომ ურთიერთობაში ორივე თქვენგანმა თავი იგრძნოს უფრო კარგად, ვიდრე მის გარეშე. ნუ შეგეშინდებათ მარტოობის და დაფიქრდით. თუ თქვენ უბრალოდ თავს ოდნავ მარტოდ გრძნობთ ამ ადამიანის გარეშე, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანთან როდესაც ხართ ასე გიქვეითდებათ თვითშეფასება, გიჩნდებათ კომპლექსები და ასე შემდეგ, რაში გჭირდებათ ეს ადამიანი საერთოდ, ხო? დავამატოთ კიდევ არკანები, კიდევ მინდა რომ რამე გითხრათ, რამე ინფორმაცია, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხმლების რვიანი, ხმლების ტუზი და კვერთხების შვიდიანი. თქვენ გამოდიხართ ასეთი მენტალური გალიიდან, შეხედეთ, ხმლების რვიანი მენტალური გალია, რომელშიც თქვენ თავად გააზრებულად თუ გავაზრებლად ჩასვით საკუთარი თავი და ხმლების ტუზი, ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობები. თქვენ გამოდიხართ ამ მენტალური გალიიდან, როგორც იქნა ხვდებით საკუთარი თავის ფას, გიჩნდებათ მეტი თავდაჯერებულობა, მეტი სიმკაცრე, შეგიძლიათ მეტად მკვეთრად დაიცვათ პირადი სივრცე და მზად ხართ იმისათვის, რომ თუ საჭიროა, არა უბრალოდ ფარფლით დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე, არამედ ღია კონფლიქტებისთვისაც. და იცით, ხანდახან კონფლიქტები მართლაც რომ საჭირო არის იმისათვის, რომ ჩვენი პირადი სივრცე დავიცვათ. თუ ადამიანს საერთოდ არ ესმის არც კონფლიქტის, არც არანაირი ენა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მოიშოროთ თქვენი პირადი სივრციდან. თქვენ აქ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი და პირდაპირ გეტყვით, ამ არკანებიდან გამომდინარე, ახლა რასაც ვუყურებ, მე ძალიან ვამაყობ თქვენით და თქვენი გამბედაობით, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში ვიღაცისთვის ნელი ტემპით, ვიღაცისთვის სწრაფი ტემპით აუცილებლად გამოიღვიძებს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. დიდი მადლობა, წარმატებები და
თქვენ იცით. მე თქვენთან ვარ.